ადამიანის უფლებები ჩემთვის არ არის, ჩემთვის პროფესია ეს. ესმით, ანუ ვიღაცისთვის რაც ჰობია, ჩემთვის პროფესია. მე ადამიანის უფლებებს ყოველთვის ვაკვირდები ახლოდან. მე 15 წელი სასამართლო სფეროში, იურიდიულ სფეროში მუშაობდი, სხვადასხვა ფორმით. ზოგჯერ ლექცია ვკითხულობდი, ზოგჯერ ადვოკატი ვიყავი, ზოგჯერ იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი საჯარო რეესტრის, ანუ სხვადასხვა ადგილას ვიყავი. და ყველგან მხრიდან ვაკვირდებოდი. ერთი და იგივე სასამართლოა. და ამ პროფესიაში შენ ზუსტად იცი რომ თუ სასამართლო ერთი და იგივეა, არ შეიძლება თქვა რომ იქ იმან ბიზნესში მოხდა მურუსიძე ადრე ცუდად იმაში მე ხო ამას არ ვიზამ, არ ვიტყვი. ამიტომ მურუსიძეა ჩემთვის. მაშინაც მურუსიძე იყო, ახლაც მურუსიძე. მაშინ მიშას ემსახურებოდა, ახლა ბიზნესს ემსახურება. მე როგორ გითხრათ ახლა რომ რომელს ჯობდა ერთი და იგივე კაცი ორგანო იყო პასუხისმგებელი, რაც რომ გითხეთ იმაზე, ის არ შეცვლილა, შეიცვალა ბატონები. და თქვენ მეუბნებით რომ აბა მითხარით რომელი ჯობია და ამ დროს პასუხი არის რომელი ბატონი ჯობია. ბიზნესა უფრო კეთილი მგონია, როგორც ბატონი. რატო? კეთილი კაცი მგონია უფრო ვიდრე მიშა. ლაპარაკო. ნაკლებად უყვარს ავადობა ჩემი აზრით. მაგრამ ეს არაფერს ვერ შეიძლება. რასაც ახლა ვხედავთ, ბოლო აი 28 ნოემბრის მერე ეს არის ნაკლებად ზალაგა. რასაც მეტი შეუძლია. აი თქვა სააკაშვილის დროს გინახავთ რომ სპეცრაზმის ხელმძღვანელი მეგაფონით აგინებდა მომიტინგეებს გინახავთ. ვაიმე სააკაშვილის დროს აქციაზე მყარი ხალხი მინახავს საშუალოში მეგაფონით აგინებდა ვიღაცას. 26 მაისის ამბავს ხო? და ეხლა ძვლები რომ პირდაპირ მოკლეს ლამის მაკაჩი ხვალ. მე არ მინდა დისკუსიაში შესვლა. მე არ მინდა რომელი ჯობია. გეუბნებით. ანუ ორივე არის ეროვნული მმართველი, ერთ და იგივე სასამართლოთი და მხოლოდ განსხვავება არის მათ ხასიათი. მაგრამ თუ ხასიათი ეკითხებით, მიშას ხასიათი გიჩვენებია, ბიზნეს ხასიათი, ბიზნესა უფრო კეთილი მგონია.